ხმაური იყო დილიდან პერევისის მაღაროთა სამმართველოსთან, სადაც ავარიონის დასახლებისა და სოფელ პერევისის მცხოვრებლები შეიკრიბდნენ და მაღაროელებს მაღაროში შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივები სასმელ წყალს და გზას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სოფლიდან სიმდიდრე გადის. სოფელში კი ელემენტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის. ჩემს სიმდიდრეს არ გავატან ისეთ პიროვნებას, ვინც მე ყურადღებას არ მომაქცევს. არ აქვს იმის საშუალება, რომ იმან ყურადღება მოგვაქციეს ჩვენ, ხო? ამიტომ გადადგეს ბატონო ის, მოვიდეს ის, ვინც მომაქცევს ყურადღებას და დამაკმაყოფილებს. წყლითაც და ყველაფრით. მე კომფორტს არ მოვითხოვ, ოჯახში კომფორტი შემიქმენითქო. მე მოვითხოვ წყალს. რადგან სოჩიკები და გადავიხდით, რასაც დავხარჯავთ წყალს. რას გვედება იქნება, იქ ასე პირდება. გამოუშვებს, თავიდან შევკვირდნენ ორ იმას ჩავასხავთ ცისტერნასო. თავიდან მართლა ჩაასხეს 2 ცისტერნა. გამგეობაში მივართ. იმ დღეს გამოუშვებენ წყალს, მე ერთი კვირა არ მოდის. ერთი კვირა, ერთი ცისტერნა წყალი ეყოფა სოფელს. აქციის მონაწილეებს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ზარალების განყოფილების უფროსი ლევან აბრამიშვილი შეხვდა. მან კიდევ ერთხელ განუმარტა ადგილობრივებს, თუ რის გამო ფერხდება წყლის მიწოდება და პრობლემის აღმოფხვრას დაპირდა. 25 რიცხვში ჩამოვა ეს კილომეტრნახევრიანი მილი, გავაკეთებთ ამ მილს, ნახოთ რა შედეგს მოგცევს. თუ კი კიდევ რაღაც დაზიანება არის, უნდა ვაკეთოთ. სხვა გზა არ არის. ამისათვის ეს კილომეტრნახევრიანი მილი რო ჩავარდება და გაკეთდება მიწაში, ხო? უკვე გაივსება ბასეინი და ყველას მიეწოდება მე ეს. და ამ მომენტისათვის, ხო, სანამ ეს გაკეთდებოდეს, ხო, შეძლებს და გვარად უზიდავთ მოსახლეობას წყალს, მაგრამ ყველასთვის ასაგებია, რომ მიტანილი წყალი ვერ დააკმაყოფილებს მას. კიდევ ერთი კითხვა, რატომ არ აქვს კომპანიას გრძელვადიანი გეგმა ამ საკითხებთან დაკავშირებით? აქვს. თუ აქვს, მაშინ ყოველ ზაფხულს რატომ ხდება? გრძელვადიანი გეგმა ეს არის, რომ აი რაღაც ცოტა არეულად არის ეს სისტემა, იმიტომ რომ მუშამოსამსახურეები არის წყალმომარაგების კომპანიის, მილგაყვანელობა და ნადგარები არის ჩვენი, ამისათვის მუშაობენ ახლა რომ ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეცეს ეს, ან და ისევ ჩვენ უნდა წამოვიღოთ ჩვენ ბალანსი მთლიანად, რომ მოხდეს რეაბილიტაცია მთლიანად ქსელების. რამდენიმე საათიანი მსჯელობის, კამათისა და აზრთა გაცვლის შემდეგ მაღაროელებს გვირაბში შესვლის საშუალება მიეცათ. როგორც აღმოჩნდა, ისინი აღნიშნულ სიტუაციაში ორმაგად ზარალდებიან. გვიან დაწყებულ ცვლაში საჭირო რაოდენობის მადანს ვერ გამოიმუშავებენ და უწყლობა მათი პრობლემაცაა. ხშირად არ ხდება, როცა წყალი არ არის, მაშინ ხდება და როცა მტვერია გზაზე. და ამით თქვენ ზარალდებით? აბა, ვინ დაზარალდება თუ არ იმუში? ანუ რაში გამოიხატება ეს ზარალი? ხელფას ვერ იღებთ მე იმდენს თუ როგორ რა ზარალი? ვეღარ ვიღებთ იმდენს. მას შემდეგ, რაც აგვისტოში ტემპერატურა მოიმატა, თითქმის ყველა სოფელი მსგავს აქციებს პერმანენტულად აწყობს. ყველა იმ სოფელში, სადაც მადნის მოპოვება ხდება, ადგილობრივები სასმელი წყლის არქონას აპროტესტებენ. კომპანია ცდილობს ასეთ სოფლებში წყალი სპეციალური მანქანებით მიიტანოს, რაც საკმარისი არ არის.